გახსოვთ ხო ესენი, ხო არ დაგავიწყდათ კომპიუტერის ნაწილები რო ჩავყარე და დედაპლატიდან რო ავიღე და საკმარისი დრო გავიდა და ნახოთ აბა ეს წერტილები რამდენად გაცვიდა, რა მდგომარეობაში არიან. აბა ნახოთ რა მდგომარეობაში არიან. აჰა, ნახეთ. ხედავთ ხო ამას? შეგახსენებთ რომ აქ მარტო აზოტმჟავ, ახ შენი, აქ მარტო აზოტმჟავა და ისა, წყალი. მოკლედ, ამ კონდიციამდე რომ მიხვალთ, აი ნახეთ. აიღებთ ასეთ რამეს და აი ასე ჩარეცხავთ. ეს წერტილები ადვილად მოზრება. ხედავთ? ბევრი არაფერი ფილოსოფოსობა ამას არ ჭირდება. ესეც ასე, არაფერი აღარ დაგვრჩა ზედ. იყო ასეთი, გავაცალეთ და გახდა ასეთი. ანუ ეს უბრალოდ ფერიღა აქვს ცოტა შენარჩუნებული, თორე წერტილები რაც ქონდა, გავაყრევინეთ და მოდი ამასაც გავაყრევინოთ. ამაზეა საუბარი. ამის მერე განახებთ ამას როგორ გადავფილტრავ და რა დამრჩება რაოდენობრივად. ეხლა ნახეთ, მე ესე მაქვს მოწყობილი, ეს არის პირბადე და ქვემოთ არის, ну რაღაცა რა, რეზერვუარი, აი ამას გულისხმობ. და მარტივად. ну პირბადეს უნდა ააძროთ რაღაც ფენები. რა თქმა უნდა, იგულისხმობა და ესე ნელ-ნელა ახლა ამას ჩავწურავ. ნახეთ რამდენია ბოლოში. ხედავთ? აჰა, ესეც ასე. ეხლა ეს კარგად გამოვავლოთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ კიდევ ბევრია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თვალი ნუ მოგატყუებთ. ეს არ არის ის რაოდენობა, რომ კაცი ამით გამდიდრდეს. სამწუხაროდ, თორე რო იყოს, არც მაგას არ დაგიმალავდით. სადაც ამდენს გეუნებით, იქ ამასაც გეტყოდით. აი ასეთი სიმდიდრეებია ახლოდან მეგობრებო. 100, 200, 300 ამდენი, კიდე მეტი 1000 ამდენი და ცოტას რაღაცას იშოვით. ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს მერწმუნეთ. აბსოლუტურად გულახდილად და 100%-იანს გეუბნებით. გამოიყენეთ ეს ინფორმაცია, მერწმუნეთ, მე რომ ამ საქმეს სწავლობდი, ერთი სიტყვით არავინ არ შემეწია. ყველაფერი მომიწია, რომ ჩემი თმისწავლა უამრავი მასალა გავაფუჭე პრაქტიკაში, რომ რაღაცა გამეგო. მადლობთ და თქვენი აზრები გამოხატეთ ხოლმე. თუ უბრალოდ დაწერა გეზარებათ რაიმე კომენტარის, 1-დან 1000-მდე სისტემით შემიფასეთ ხოლმე. მადლობა.